მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის კანდიდატურა შერჩეული ყავს. პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული ყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ქართული ოცნების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. მოგიწოდებთ სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით ევროპელ ლიდერებს გაეგზავნათ, რომლებიც ევროპული საბჭოს შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. წერილის ტექსტს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციის ფარგლებში შედგა. წერილში ხაზგასმულია, რომ ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო: დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და სტრატეგიული. დოკუმენტში არის მოწოდება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ სათანადო ყურადღება მიაქციონ გამოწვევას და განიხილონ ჩართულობის ყოველი გზა ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის. ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა 7 თვით ადრე არის ბიძინას და ოცნების გეგმა, გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის განცხადებით, ძლიერი საქართველოს მთავარი პრიორიტეტი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა 7 თვით ადრე არის ბიძინას და ოცნების გეგმა, გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს არის დღეს მთავარი პრიორიტეტი, წერს მამუკა ხაზარაძე. ქართული ოცნება ონლაინ მედიასთან დაკავშირებით უცხოური დაფინანსების შეზღუდვის საჭიროებას ხედავს. აღნიშნული საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონის პროექტის იმ ნაწილის განხილვისას დაისვა, რომლის მიხედვით მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. გორდულაძის განცხადების სულისკვეთება მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გაიზიარა. როგორც იონათამიშვილმა განაცხადა, საკითხს სხვა საკანონმდებლო პაკეტის მომზადება დასჭირდება. მან ამ მემართულებით მუშაობის მზაობა გამოხატა. მე-11 მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდა. პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე უხელმძღვანელებს. ნდობის ჯგუფში უმრავლესობის კვოტით იქნებიან ქართული ოცნების წევრები არჩილ გორდულაძე და თენგიზ შარმანაშვილი, ხოლო ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით ხალხის ძალის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. ნდობის ჯგუფის საპარლამენტო სუბიექტია, ის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შემადგენლობაშია და უსაფრთხოების სექტორის საქმიანობას ზედამხედველობს. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ ყაველაშვილმა უკანონო სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებული გასაუბრებების შედეგად კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის თაობაზე. ნათქვამია ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და საავადმყოფოებზე. პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებზე და საავადმყოფოებზე. სავარაუდოდ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდება მიზნად ისახავდა ადამიანური მსხვერპლის შეჩერებას და არა რუსული აქტივების დაცვას. ეს არის მშვიდობის
მოგზაურობის პუტინისეული გზა, წერს ზურაბიშვილი X-ზე. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას პუტინი დადებითად გამოიხმაურა ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღის შეწყვეტის თაობაზე და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად უახლოეს მომავალში ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაციას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალადემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ტერიტორიაზე ნაკადების უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, პარალელურად დაგეგმილია ჭკვიანის შუქნიშნების პროექტის განხორციელება, რომელიც დაწყებულია და როდესაც დასრულდება, ხელს შეუწყობს მოძრაობის დარეგულირებას და გაზრდის გამტარუნარიანობას. ასევე დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა. მათ შორისაა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იელბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მოუთრო საქართველოში არსებული ტოლერანტული რელიგიური გარემოს შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ტოლერანტობის ტრადიციის შესანარჩუნებლად და გასახმავებლად. ამის საილუსტრაციოდ მან დაასახელა ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც სახელმწიფო უწევს რელიგიურ კონფესიებს და რელიგიური ნაგებობების დაბრუნების პრაქტიკა. განსაკუთრებული ყურადღება გამოხილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მართლმადიდებელი მრევლის რელიგიური უფლებების დარღვევის პრაქტიკაზე. ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ ამგვარ ვითარებაში ცივილიზებული მსოფლიო მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით ქვეყნის ტერიტორიაზე 122 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 122 უკრაინული დრონი გაანადგურეს. აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში 2 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფო სკოლები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეგრეთ წოდებულ Deep States აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის მართლმსაჯულების სისტემის ხალხის ნების ჩასაშლელად გამოყენებას ცდილობს. როდესაც ამერიკასა და ისრაელში არჩევნებში ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს, მემარცხენე Deep State მართლმსაჯულების სისტემას ხალხის ნების ჩასაშლელ იარაღად იყენებს. წერს ნეთანიაჰუ X-ზე. გამოცემა Times of Israel წერს, რომ ნეთანიაჰუს ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სამართალდამცავებმა ნეთანიაჰუს თანაშემწეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2 ეჭვმიტანილი დააკავეს და დაკითხეს. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, გადაურიცხეს თუ არა ნეთანიაჰუს თანაშემწეებს $1000 კატარიდან ბოლო თვეების განმავლობაში. იემენიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც ისრაელის საჰაერო ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ჩამოაგდეს. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი თავდასხმის გამო პროტოკოლის შესაბამისად საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. მათი განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომლის სამიზნე ბენ-გურიონის აეროპორტი იყო. დონალდ ტრამპთან საუბარში მხარი დავუჭირე ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას მზად ვართ მისი იმპლემენტაციისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ის გვერდზე წერს. ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერა, რომ ამერიკასთან პრეზიდენტ ტრამპთან ერთად და ამერიკული ლიდერობით მყარი მშვიდობის მიღწევა წელს შეიძლება. დადებითი ძალიან არსებითი და გულწრფელი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. შევთანხმდით, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა ომის ნამდვილად დასრულებისა და მყარი მშვიდობის მისაღწევად. გვჯერა, რომ ამერიკასთან პრეზიდენტ ტრამპთან ერთად და ამერიკული ლიდერობით მყარი მშვიდობის მიღწევა წელს შეიძლება, განაცხადა ზელენსკი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.